განხმებას დაუჭერს მხარს ისევ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და გარდა ამისა გააკეთებს ყველაფერს საქართველოს მხარდასაჭერად და დასახმარებლად, რათა უელში მიღებული გადაწყვეტილებების იმპლემენტაცია მოხდეს. იყო განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იმ გზავნილებით, რომელიც მივიღეთ, პირველი ურყევა, ძალიან ურყევი და სერიოზული მხარდაჭერა ამერიკის შეერთებული შტატებისა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიური პრიორიტეტების განხორციელებასთან დაკავშირებით. მეორე, ასევე მკაფიოდ დადასტურება იმ ფაქტისა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და ის პრინციპები, რომელსაც ეფუძნება ჩვენი თანამშრომლობა, არის ურყევი, არანაირი ხელშეკრულება, რომელიც ხელმოწერილია და სხვა, რომელსაც კიდე ხელი შეიძლება მოეწეროს რუსეთის მხრიდან ოკუპირებულ დე-ფაქტო ხელისუფლებასთან არ არის აღიარებული და არც არასდროს არ იქნება. რუსეთთან დიალოგის თემა არ იყო ჩვენი დისკუსიის საგანი. საქართველოს დელეგაცია აგრძელებს შეხვედრებს ბაზელში, ეუთოს მინისტერიალის ფარგლებში. შეხვედრებით იქნება დატვირთული ხვალინდელი დღე, ხვალ ასევე გაიმართება სესიის მეორე დღე და საგარეო საქმეთა მინისტრები კვლავ იმსჯერებენ ევროპის უსაფრთხოებაზე. რეკლამის შემდეგ ვიცე-პრემიერი ბოლო დღეების აქტუალური თემებით. გრიპის სეზონი თბილისში ექიმებთან პაციენტების რაოდენობა მიმატა. დეკემბრიდან დაწყებული ჩვენ ველოდებით რესპირაციული ვირუსების შემთხვევების მატებას. ექიმების რეკომენდაციები გრძელი და ცივი ზამთრის თვეებში. დახვეწილი ინტერიერი, სადღესასწაულო დარბაზების საახალწლო წვეულებებისთვის, მრავალფეროვანი ქართულ-ევროპული მენიუ გურმანებისთვის და ბარ-ლაუნჯი გემოვნებიანი სტუმრებისთვის. საშობაო საჩუქარი, სპეციალური შეთავაზება კომპანიებს საახალწლო კორპორატიულ წვეულებებზე. სასახლე თქვენი კომპანიის ხარისხის ნიშანია. ახალი სიმპათიური მეზობელი შეუძლებელია ლაკებთან ბრძოლაში მიატოვო. თქვენ სავექსი გჭირდებათ. ის ჩემთვის რეცხაში ნომერი პირველია და განუმეორებელი სურნელი აქვს. თან ყოველთვის ხელმისაწვდომია. ის უბრალოდ საუკეთესოა. ყოველ მხრივ საუკეთესო. ეს სავექსია. ჩვენ გაგაოცებთ. დეკემბერში Chevrolet Captiva მაქსიმალური კომპლექტაცია $5750 ფასაკლებით. ინფორმაციისთვის მიმართეთ Chevrolet წარმომადგენლობა საქართველოში. მორიგი შეხვედრა ან საუკეთესო საღამო. არაღიზიონაა მარკა, დრო გადის, ჩვენ არ ვიცლებით. ჭურჭლის სარეცხი მანქანა, ვაგნერი, თვეში 19 ლარი. ნუ გადაიხდი ზედმეტს, ტექნობუმი. ნოკიანის ზამთრის საბურავები ვიანორის მომსახურების ცენტრებში, ვისოლის ავტოგასამართ სადგურებზე. მოიგე ჯეკპოტი 700,000 ლარზე მეტი და აიხდინე ყველა ოცნება. GPS-ის ყველა აფთიაქში ელფიქ თავაზობთ ჰუმანას ნებისმიერ ფაფას 4.80-ად. გაწუხებთ მუცლის შებერილობა. ესპუმიზანი ამცირებს გაზების რაოდენობას ნაწლავებში და გმატებთ თავდაჯერებულობას. გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას. გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს. ხმაურიან და შებერილ მუცელს ესპუმიზანი უშველის უწევ. Take my hand and come with me because you look so fine that I really want to make you mine. I say you look so fine that I really want to make you mine. 4, 5, 6, come on and get your kicks. Now you don't need the money when you look like that, do you, honey? Big black boots, long brown hair. She's so sweet with her get back stare. Well, I could see you home with me, but you were with another man, yeah. I know we ain't got much to say before I let you get away.
მათთვის ვინც ზრუნავს საკუთარ ავტომობილზე. ნანო მატებს ძრავის სიმძლავრეს, ამცირებს საწვავის მოხმარებას, ზრუნავს ეკოლოგიაზე. ნანო ახალი საწვავი სოკარისგან. აღნიშნეთ ახალი წელი ბეკოსთან ერთად. შეიძინეთ ბეკოს პროდუქცია საახალწლო ფასდაკრებით და მიიღეთ უამრავი საჩუქარი. შეიძინეთ განვადებით დღესვე და დაიწყეთ გადახდა მხოლოდ 3 თვის შემდეგ. გეცნობათ არა? სწორედ ამიტომ დროულად შეცვალეთ აკუმულატორი და ანტიფრიზი და მოამზადეთ თქვენი ავტომობილის ზამთრისთვის თეგეტა მოტორში. ეს არის ქრონიკა რვაზე ვუბრუნდებით დღის მთავარ თემებს სტუმართან ერთად ვიცე-პრემიერი კახი კალაძე უპასუხებს ჩვენს შეკითხვებს. საღამოშიდობისა ბატონ კახი, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. უკრაინაში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს, უпростоრად საკადრო პოლიტიკა საკმაოდ დიდია გამოხმაურობა მოყვა საქართველოში, მათ შორის ხელისუფლების მხრიდან და საკმაოდ გაღიზიანდა ხელისუფლება და კრიტიკული განცხადებებიც გააკეთეთ თქვენც მათ შორის, მაგრამ დღეს ბიძინა ივანიშვილმა ცოტა სხვანაირად დაგვანახა ეს საკითხი, მან წარმატებებიც კი უსურვა ყოფილ ჩინოვნიკებს ამ თანამდებობაზე და ასეთი იმედი გამოთქვა, რომ ამით უკრაინასთან ურთიერთობა არ გაფუჭდება. ხომ არ ფიქრობთ, რომ ოფიციალური თბილისის რეაქცია ამ საკადრო გადაწყვეტილებებზე ცოტა ნაჩქარები და ნაკლებ დიპლომატიური იყო, ბატონ კახი, დღევანდელი გადასახედიდან? გაღიზიანებას რაც შეეხება, ნამდვილად ვერ დაგეთანხმებით, ჩემი მხრიდან გაღიზიანება ნამდვილად არ ყოფილა, თუმცა იყო გაკვირვება ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვაზე, თქვენ იცით, მე უპასუხე გაკვირვებით ნამდვილად, რადგან აქ საუბარი იყო მიხეილ სააკაშვილის ვიცე-პრემიერობაზე და ადეიშვილის ანტიკორუფციული სამსახურის ხელმძღვანელობაზე. ზუსტად ამან გამოიწვია ჩემი გაკვირვება, რადგან ეს ადამიანები ორივე იძებნება, არსებობს კონკრეტული საქმეები, რომელზეც პასუხის გაცემას თავს არიდებს ეს ორი პიროვნება და ზუსტად ამის გამო იყო განპირობებული ჩემი კომენტარი. რაც შეეხება ზღულაძეს და ბატონ კვიტაშვილს, მე ამ ადამიანების საწინააღმდეგო არაფერი არ მაქვს, მე მათ მინდა წარმატებები უსურვო და ზოგადად მინდა გითხრათ, რომ ანუ თქვენ როცა საუბრობდით, რომ ეს იქნება ერთგვარი უხერხულობა, კვიტაშვილს და ზღულაძეს ამ შემთხვევაში არ გულისხმობდით? არა, მე თუ არ ვთქვი, კვიტაშვილი და ზღულაძის დანიშვნა მოხდა გუშინ და ჩემს მიერ გაკეთებული კომენტარი და ჩემი კოლეგების მიერ გაკეთებული კომენტარი რამოდენიმე დღის წინ იყო და ეს იყო საუბარი, თქვენ იცით, რომ აქტიურად მიმდინარეობდა საუბარი იმასთან დაკავშირებით, თითქოს მიხეილ სააკაშვილი ვიცე-პრემიერად უნდა დანიშნულიყო და ადეიშვილი უნდა ყოფილიყო ერთ-ერთი სამსახურის ხელმძღვანელი, ანტიკორუფციული სამსახურის ხელმძღვანელი. მე მინდა უბრალოდ გავაგრძელო და გითხრათ, რომ ზოგადად სააკაშვილის რეჟიმის დროს მაღალ თანამდებობებზე დასაქმებულ ხელმძღვანელი, ანტიკორუფციული სამსახურის ხელმძღვანელი. მე მინდა უბრალოდ გავაგრძელო და გითხრათ, რომ ზოგადად სააკაშვილის რეჟიმის დროს მაღალ თანამდებობებზე დასაქმებულ სხვა პირებს თუ მათი პროფესიონალიზმი, რო ვთქვათ, საქმის ცოდნა ვინმე საკმაყოფილებს, საქართველოშიც კი შეიძლება ითქვას, რომ ეს ადამიანები, ბევრი მათგანი, ვინც წინა ხელისუფლების დროს იყო მაღალ თანამდებობებზე, დღეს ჩვენთანაც აგრძელებს მუშაობას, ეს არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს და ჩვენ პოლიტიკური შეხედულებებით არ ნიშნავთ პიროვნებებს თანამდებობებზე და მე ვფიქრობ, ეს ჩვენი ხალხის და ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი წინგადადგმული ნაბიჯი და წარმატება. კი ბატონო, თქვენ ალბათ ახლა ნაწილობრივ გაიცით კიდევაც ჩემ შემდგომ კითხვას პასუხი, მაგრამ მაინც გითხავთ, ამ თემების გაჟღერების შემდეგ გაჩნდა ესეთი მოსაზრება ექსპერტების მხრიდან გახმიანდა მაგალითად, რომ მაშინ როდესაც იგეგმება პრემიერ-მინისტრის ვიზიტი უკრაინაში და ამ ფონზე ხდება ესეთი საკადრო დანიშვნები, ხომ არ იქნებოდა უმჯობესი, რომ დროებით პრემიერ-მინისტრს გადაედო ეს ვიზიტი, ვიდრე ყველა დეტალი არ გაირკვეოდა ამ საკითხებთან დაკავშირებით. როგორ ფიქრობთ, არის დღეს რაიმე ისეთი მოცემულობა და აუცილებლობა, რომ პრემიერ-მინისტრმა მართლაც გადადოს ეს ვიზიტი, თუ ფიქრობთ, რომ ეს ამის აუცილებლობა დღეს არ დგას? არა, ნამდვილად არ არის ამის აუცილებლობა და ღმერთმა დაგვიფაროს ისეთი რაღაცეები მოხდეს თუნდაც უკრაინაში ან საქართველოში, რომ ასეთი დონის შეხვედრების გადადება მოხდეს. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ კონკრეტული დანიშვნები, რომელიც ეხება კვიტაშვილს და ალბათ